მთავრობაში არსებობს პრემიერ-მინისტრის სარეზერვო ფონდი. სარეზერვო ფონდი ეს არის ისეთი თანხა, რომელსაც ერთპიროვნულად განკარგავს მთავრობა, პირადად პრემიერ-მინისტრი, არ ეკითხება პარლამენტს, არც ვიცით ჩვენ რაში იხარჯება. სარეზერვო ფონდი ყოველთვის იგეგმებოდა 50-60 მილიონის და შემდეგ ხდებოდა გადახარჯვა. ამ ფონდით უნდა იყოს ისეთი ხარჯები დაფინანსებული, როგორც არის გვალვა, სექიურობებები, დიდთოვლობა, ანუ ის რისი პროგნოზირებას არ შეიძლება და მოულოდნელად შეიძლება დაატყდეს ქვეყანას თავს. სინამდვილეში ამ ფონდში ქართულოსების მმართველობის პერიოდში 1,1 მილიარდი ლარი, წარმოგიდგენიათ, 1,1 მილიარდი ლარი იქნა აკუმულირებული, დაგეგმილი იყო 500 მილიონი, გადახარჯვა იყო 600 მილიონი და 1,1 მილიარდი ლარის პირობებში ორივე ერთფრენი ვერ იყიდეს. მე 13 წელი გავიდა და შოუში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ როგორც იქნა ერთი თორასები 10-15 მილიონი დოლარის ორი ვერტფრენი ისი წელწადნახევრის შემდეგ შემოვიდა. სად წავიდა ეს ფონდის ძირითადი დანიშნულებით კი არ იხარჯებოდა ფული, მისი 90% დაიხარჯა პოლიტიკურად, კორუფციაში, არავინ ვიცით ამ ფონდის ხარჯვის ასე თქვა სტრუქტურა. დიდი ნაწილი იხარჯებოდა წინა საარჩევნო ორღობეებისა და ქუჩების შეკეთებაზე და საარჩევნო გულის მოგებაზე. მთელი ეს ფული მიდიოდა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ბიზნესებზე, დაწყებული ადგილობრივი ბიზნესები და მუნიციპალური და დამთავრებული, ასე ვთქვათ, ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო კომპანიები, ერთის გულის მოსაგებად, წინასაარჩევნოდ რომ შეღებავდნენ ღობეს ან წყალს რომ გაარემონტებდნენ, ან ხიდს გააკეთებდნენ და მე ვთქვი, ფულის დიდი ნაწილი ილექებოდა ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, ამ ბიზნეს ყოლებაში, რომელიც კორუფციული გზით გადანაწილდებოდა. ამიტომ აი ამ სტიქიასთან, ციკის მართვასთან დაკავშირებული დანაშაულის აღსაწერად ერთი რიცხვი კმარა, 1,1 მთავრობის სარეზერვო ფონდი, რომელიც მილიარდი, რომელიც უმიზნოდ იქნა გამოყენებული. რომელიც ექსტრემალურ სიტუაციებში უნდა ხმარდებოდა სწორედ ამ პრობლემების, ან პრევენციას, ან შემდეგ რეაგირებას. რამდენი ტექნიკის შეძენა შეიძლება. ბატონო, მინდა რომ მოვასწროთ იმ თემას საუბარი, რის გამოც პრინციპში მოგიწვიეთ მთავარი რაც არის ახლა. ეს არის აი უცნაური ციფრი, რომელიც რო ჩავთვალეთ ტელევიზორები და მოусმინეთ სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციას, საქართველოს 11%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, აგვიხსენით ქართული ეკონომიკა ასე რანაირად გაიზარდა და მართლა გაიზარდა თუ რომ თქვათ მთავარ საქსტატ ისე როგორც ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულება ემსახურება პოლიტიკურად ქართულ ოცნებას. არც ერთი რიცხვი კი არ არის სანდო. მის სტატისტიკა, ინვესტიციების სტატისტიკა უკან არის ვთქვათ გადააკეთეს მთლიანად იმის გამო რომ იმ ხელისუფლების დროს მეტი არ გამოჩენილიყო ვიდრე ამ ხელისუფლების დროს. მიგრაციის სტატისტიკა საშინლად დაამახინჯეს ოღონ უკან რიცხვით და ყოველთვის ვამბობდით. მათ შორის манипуляციები ხდებოდა მთლიანში და პროდუქტის ასე ვთქვათ გაანგარიშებისას. ეხლა მოხდა საოცარი რამ. ვიცით რომ ყველაზე ნაკლებად აქტიური წელიწადი იყო იანვარი. ერთი ხელისუფლების დადგენილებით ორი კვირა ვისვენებდით, ხო? მეორე აი ეს საპროტესტო აქციების საერთაშორისო იზოლაცია, გარდამფული არ შემოვიდა. ყველა ვხედავთ რომ სასტუმროებში ის არ არის დატვირთვა არ არის. თვითონ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები საჯაროდ ამბობენ რომ გაჩერებული აქვთ ბიზნესები, აღარ ვითარდება ინვესტიცია, ვერ შემოდის და ასე შემდეგ. არის და ვიცით რომ არის და რა ხდება? აცხადებენ რომ თურმე გაიზარდა 11% და რატომ გაიზარდა? გაიზარდა DGG-ს ასე ვთქვათ ბრუნვის მოწყობა. ვინაიდან ეს არის შუალედური გაანგარიშება, შემდეგ კვარტალური და წლიური ანგარიშება სხვანაირი მეთოდით, გარდა DGG-ს აი რაღაცები ემატება და უფრო ზუსტდება, მაგრამ პირველი ინფორმაციით ამბობენ რომ DGG-ს ბრუნვამ იმატა ქვეყანაში 15%-ით. მაშინ იბადება მეორე შეკითხვა, თუ 15%-ით გაიზარდა ქვეყანაში ასე ვთქვათ წარმოებული DGG მთელი ბიზნესებისა, ბიუჯეტში რამდენით გაიზარდა იანვარში DGG-დან მიღებული შემოსავალი? საოცრება არის. 1%-ით იკლო. ანუ იკლო. DGG-მ პირველად
აი ამ 13 წლის განმავლობაში DGG მაინც მზარდია ვაჭრობასთან და ბრუნვასთან არის დაკავშირებული. ანუ თუ პანდემიის ის კომპონენტი, რომლის ზრდითაც აპელირებს სტატისტიკის დეპარტამენტი, რომ თლიანში და პროდუქტის ზრდა განაპირობა ამანო ჩაშლილ მდგომარეობაში სინამდვილეში პირიქით კლების დინამიკით. DGG მართლა მოიმატა, გეტყვით როგორ ქაღალდზე, მაგრამ თუ DGG მოიმატა, მაშინ ბიუჯეტში შემოსავლებმა რატო იკლო წინა წლის ანალოგური პერიოდთან შედარებით. რა მოხდა ამ შემთხვევაში? გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი არის ფიქტიური ზრდა, რომელიც დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ ქონებების გადაფორმებასთან. ანუ DGG გაიზარდა, მაგრამ ისეთი DGG გაიზარდა, რომელიც ბიუჯეტში გადასახადებს ან გათავისუფლების. ანუ დაუბეგრავი DGG გაიზარდა. რა არის ჩვენთან დაუბეგრავი DGG? არის რაღაცა, მაგალითად მედიკამენტები არ იბეგრება, განათლება არ იბეგრება, მაგრამ იმდენი წამლები კი არ შემოუტანიათ ეხლა საქართველოში. ანუ DGG-სგან განთავისუფლებული ბრუნვა უცნაური მოცულობით გაიზარდა. ივანიშვილმა როგორ გადმოაფორმა თავისი აქტივები. რაც კი დღეს საქართველოში არსებობს ფიზიკურად და რასაც ქვია ივანიშვილის ქონება. მაგალითად, მისი შუშის სასახლე, რომელიც ღირს დაახლოებით 50 მილიონი დოლარი, თქვა 100 მილიონი ლარი. უხეშად რო ვთქვათ, ყველაფერი 100 მილიონ ლარზე მეტი ღირს, რასაც მე ახლა ვახსენებ, რომ დავიწყოთ მთიდან რაღაცებს თაზე აშენებს, თავის სასახლესთან ერთად პანორამა ქვია. აგერ რო ჩამოვიდეთ რუსთაველზე, ერთი 50-60 მილიონი დოლარი ღირს პარაგრაფი რომ არის, მეორე პარაგრაფი იქით შეკვეთილში, აგვერ გალერეა რო არის რუსთაველში 100 მეტრში გვერდით. მიწები რაც კი მას საქართველოში გააჩნია, საქართველოს ყველა კუთხეში. დამშენებლობა სხვა კომპანიები თავისი ასე ვთქვათ ელიტა ბურჯი და რაღაცა. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი სად არის? ივანიშვილის საოჯახო ეკონომიკა გაიზარდა, მაგრამ საქართველოს ეკონომიკასთან შემოსავლებთან ამას ესენი ხომ აქ არსებობენ, ხომ დღეს ხომ აქ არიან ფიზიკურად, მაგრამ თურმე ესენი ყველაფერი გაფორმებული არის ოფშორებში და იანვრის თვეში 4 ოფშორული ზონიდან ერთი პანამა და კიდევ 3 სხვა 12 კომპანია გადმოიტანა ბიძინა ივანიშვილმა ქაღალდზე, მისმა მეუღლემ და შვილმა დააფუძნეს აქ შეპესეები, ერთს ქვია ატუ, მეორეს რაღაცა მხატვრული სახელი და ამ შეპესეებში აქ არსებული ქონება, რომელიც აქ ფიზიკურად არის და დღემდე იხდიდნენ ქონების გადასახადს, სხვა შორის და 2030 წლამდე გათავისუფლდა, აქ არსებული ქონება გადმოიტანა. ეს რას ნიშნავს? იქ არსებული ქაღალდზე გადმოიტანეს, ეს ყველაფერი შევიდა ახლა დაფუძნებული ფირმის კაპიტალში. ძირითად საშუალებებში. ანუ მომავალში ახლა ჩვენ სამი თვის მერე რას დავინახავთ? პირდაპირ უცხოური ინვესტიციებიც იქნება გაზრდილი. ანუ შუშის სასახლე, რომელიც დგას, რომლის მშენებლობისას რაც შემოვიდა შუშები თუ რაღაცები უცხოეთიდან, რომელიც ერთ დროს ინვესტიციაში აისახა, სამი თვის შემდეგ ესენი ინვესტიციაში იქნება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაში ასახული. ეხლა თქვენ აქ სწორად შენიშნეთ ამ ნახატებთან დაკავშირებით. მან შემოიტანა 9 მილიარდი დოლარის ღირებულების, თუმცა შემცირებული 1 მილიარდი ღირს ნახატები და სკულპტურები. ეს არის რა თქმა უნდა იმპორტი. იმპორტი DGG-ს აღზრდის. პირიქით იმპორტი ექსპორტს აკლდება და ის ამცირებს DGG-ს, მაგრამ ეს ივანიშვილმა კი არ შემოიტანა გასაყიდად. არამედ ეს ნახატები ივანიშვილის ოფშორული კომპანიის საკუთრება იყო, რომელიც გადმოიწერა საქართველოს არსებულ უკვე აი ამ ახლა ჩამოყალიბებულ კომპანიებში და შევიდა ეს ასე ვთქვათ ამ კაპიტალში. გარდა ამისა, მას ყველაფერს ამ გადმოწერის პროცესში ამ აქტივებზე უნდა ყოფილიყო დარიცხული DGG. ეკონომიკურად ბრუნვაში აღერიცხა, რომ ეს ასე ვთქვათ DGG შეიქმნა, მაგრამ DGG-ს გადასახადი გაიზარდა, მაგრამ რადგან არაფერს არ იხდის, გადასახადი არ გადაიხადა ვინაიდან აქედან გამომდინარე თქვით, რომ საქართველოს ეკონომიკა ციფრებში გაიზარდა, მანიპულაციით გაიზარდა DGG და ამის შესახებ არც გადასახადო სამსახური, არც ფინანსის სამინისტრო, არც ატიკის სამსახური ჩვენ საზოგადოებას არაფერს შეგვიმედა. ეს არის მანიპულაცია. ეს არის მანიპულაცია და ამ მანიპულაციის გარემოში ვცხოვრობთ ამდენი ხნის განმავლობაში. მადლობა. შეიძლება გაუთვიცნო ეკონომიკურ სტატისტიკაში გაუთვიცნობიერებელი ადამიანისთვის ცოტა რთულად გასაგები იყო, მაგრამ იმდენად კარგად ახსენეთ და გასაგებად რომ მე მგონი ყველამ გაიგო, რომ ეს მანიპულირებული ეკონომიკის და დიდი კორუფციული სქემების ეპოქაში ვცხოვრობთ, რისგანაც ზიანდება და ზარალდება ყველა, განსაკუთრებით ამ ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე სოციალურად დაუცველი ნაწილი. მადლობა უნდა გითხრათ.